ჯო უილსონმა კითხა რუბიოს. ეს საქართველოს ანტიამერიკული მთავრობა ყავს და რას ვაპირებთო და რუბიომ პასუხი გასცა, მოდი გავუშვებ ვიდეოს და თარგმანსაც მე წავიკითხავ, რომ ზუსტად მაყურებელმა გაიგოს. ეს ინგლისურად არის, ტიტრები კი მიყვება, მაგრამ გახმოვანებითაც წავიკითხავ. Additionally, for 200 consecutive days, freedom-loving Georgians have heroically taken to the street, embracing themselves in American flags and carrying posters of the president. Under your leadership, what will be done to help the State Department impose real cost on the anti-American Georgian dream on behalf of the people of Georgia? Well, going back to what I've said earlier in my opening statement, the goal of the United States is our national interests. So we will look at that and say, is it our national interest to have an anti-American government governing an important part of the world? And if not, we'll take appropriate actions to impose costs on that government. That's currently under review, and we're looking for options and additional options. I have no announcement today specifically on what we plan to do yet, but I can tell you that that is something that's being discussed. And again, a great example of why we're going to look to our regional bureaus and our local office on the ground there to provide us guidance as to what are the measures that the government, the anti-American government, would be most responsive to. ესე იგი, მოდი თარგმანი წავიკითხო. ჯო უილსონი ეკითხება ჯერ 200 დღეა თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველ დღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის ტრამპის ფოტოებს არ ატარებენ. ესენი არ არის? მაგე ხა შეალამაზა. ეს შეალამაზა უილსონი. წარამარა შეაგინებენ ხოლმე პირიქით. ხო, აგინებენ, მაგრამ ნუ ამას შეალამაზა. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახტევინოს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართველი ხალხის სახელით. რაზეც რუბიო პასუხობს. დაუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, უპირველესია ამერიკის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება. ანუ შინაარსი რა არის? კითხვაზე რას აპირებთ ანტიამერიკულ მთავრობის წინააღმდეგ საქართველოში, რუბიო პასუხობს შემდეგი ფორმით. ჩვენი ინტერესი ხო არ არის ანტიამერიკული მთავრობა იყოს მაგ რეგიონში. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ზომებს და პროცედურებს, რომ შეიძლება მივიღოთ და მივმართავთ რეგიონულ ოფისებს იმისთვის, რომ მათ მოგცენ რეკომენდაციები ისეთ ქმედებებზე, რომლებზეც ყველაზე მეტი რეაქცია ექნება ანტიამერიკულ მთავრობას. ანუ იმაზე კი არ მივმართავთ, იქ ანტიამერიკული მთავრობა არის თუ არა. ეგ გადაწყვეტილია. ეგ ამ ტექსტში გარკვეულია. ამ ტექსტში ნათქვამია, რომ ვაპირებთ თუ არა რამეს კითხვაზე ჩვენ ხო არ გვაწყობს, რომ ანტიამერიკული მთავრობა იყოს, ჩვენი ინტერესი ხო ეგ არ არის და ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ეხლა გავარკვევთ ამ ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად რა ეთკინება. და მაგის მიხედვით გადავწყვეტ დაბიჯებს. ხო, ანუ გაივლიან კონსულტაციებს აქ საველე პირობებში მხოლოდ აქაურ ლიბერალებს, რომლებმაც ზეპირად იციან ქართულ ოცნებას სატკივა, ფული სად აქვს შენახული, მილიარდები სად არის მათი და ნუ სავარაუდოდ საუბარია სანქციებზე, ხო? პერსონალურ სანქციებზე. და თვითონ ის საკითხი ხა არ ვიცი ქართული ოცნება პარირებას როგორ გაუწევს, არ ვიცი ჯერ მათი პროპაგანდა რა პასუხს გასცემს, ალბათ ხვალინდელი დღიდან დაიწყებენ, ჯერჯერობით არ ამგონია მათი პროპაგანდა ყოველთვის მოიკოჭლებს ხოლმე, არ არის ეგეთი ოპერატიული. მაგრამ ნუ ალბათ მოვისმენთ იმაზე ლაპარაკს, რომ Deep State-მა იყიდა მარკო რუბიო და ტრამპი
ეს სინამდვილეში ტრამპის პლენშია და ქართული ოცნება აუცილებლად გაანთავისუფლებს დონალდ ტრამპს, ხო? Deep State-ის კლანჭებისგან. მე მგონი როგორი იქნება, იცი ამათი პასუხი ამ ქართული ოცნების? ესენი იტყვიან, რომ ამას საქართველოს მოსახლეობა აღარ აიტანს უკვე. ამერიკა უკვე ქართულ ოცნება, ამერიკამ ქართული ოცნება ანტიამერიკულ ძალად გამოაცხადა და საქართველო მაგას შეეწირება და ქართულ ოცნებას დაიცავს. აი ეს იქნება ჩემი აზრით ეგ იქნება ადრე თუ გვიან ეგ პასუხი. უბრალოდ ეგ არ იქნება პასუხი ამაზე ჩემი აზრით. ჩემი აზრით ეგ ბოლოს შედეგი რო დადგება რომ ისინი მართლა ასანქცირებენ და უკან არიხევენ ეგ პასუხი იქნება, მაგრამ ეხლა რას იტყვიან, იცი? აი რუბიომ ხო თქვა რომ ჩვენ რაღაცას ვფიქრობთ. ხო და ეგ იგულისხმება რომ ჩვენ ანტიამერიკულები კი არა ვართ. ვარკვევთ ესენი ანტიამერიკულები არიან თუ არა, აი ეგ იგულისხმება. ხო, ეხლა აი ჩართავენ რომ აი რაღაცა ჩემზე არ თქვა. თქვენზე თქვა. მე არა. აი გეტყვი, აი ცოტა ორაზროვანი იყო რუბიოს ამ განცხადებაში ისაკითხი, რომ თლად ბოლომდე გარკვეული არ იყო საქართველოს საკითხებში. ეგ იგრძნობოდა. რომ საქართველოთი თლად დაინტერესებული არ ჩანდა. ანუ საქართველოში რა პროცესები მიმდინარეობს, ну, როგორც ჩანს, მისი ყურადღება და ფოკუსი ჩვენს რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე არ იყო მისი მხრიდან მომართული. რაც შესანიშნავ პროპაგანდისტულ ნიადაგს აძლევს ქართულ ოცნებას, მოდი დავეხმაროთ ქართულ ოცნებას. უფასო ტრეინინგი ჩაუტაროთ კრიზის მენეჯმენტში. ну ისინი ხო ისედაც გვისმენენ და ხო, ანუ რა უნდა თქვა? სწავლობენ. კი ბატონო, ну, მოდი ვიყოთ მობიერები მაინც. გეტყვით რა უნდა თქვა? ჯო ვილსონი არის ცალსახად Deep State-ის საცეცე. ტრამპი და მარკო რუბიო ვინაიდან ახალი ადმინისტრაცია ჯერ ბოლომდე არ არიან გარკვეულები და მათ მცდარი არასწორი ინფორმაციები მიეწოდებათ საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო არ არის ამერიკის მტერი, პირიქით, ჩვენ საქართველო ამერიკის მეგობარია, სტრატეგიული პარტნიორია. ამიტომ სანამ მარკო რუბიო რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს და აი აქ ამერიკის მტრებს მოусმენს და მათთან კონსულტაციის შემდეგ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ გვექნება მარკო რუბიოსთან კომუნიკაცია, ჩვენ აუცილებლად დავარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას და მტკიცედ იცავს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ამერიკა არ დაუშვებს ეგეთ მძიმე შეცდომას, რომ ზურგი შეაქციოს კავკასიის რეგიონში ერთადერთ პროდასავლურ პროამერიკულ ქვეყანას. აი? კი, როგორია? ეგ უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ, მაგას ილაპარაკებს სავარაუდოდ. ეხლა შენ რო თან ასწავლე, დაწუნებული ვარ უკვე ნახეს და ჩაინიშნეს, მაგრამ მე რას ვამბობ, იცი? ну, საბოლოო ჯამში ხა კი ბატონო მაგას ილაპარაკებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მივა იქამდე, რომ ამერიკა ამათ ამერიკა არ დაულაგდება ამათ რბილად რომ ვთქვათ, ხო? და მე მგონი ქართული ოცნება არის იმედზე, იცი? საქართველოს, აი როგორც შენ აღნიშნე, რომ საქართველოს საკითხით ნაკლებად იყო დაინტერესებული რუბიო, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აინტერესებს. მე მგონი ქართული ოცნების იმედი ის არის, რომ ამერიკა აი ამ სხვა საკითხებით იმდენად გაერთობა და იმდენად გაჭიანურდება ეგ პროცესი, რომ აი გადააგორებს ეს ქართული ოცნება ამ პერიოდს და მე ეხლა როცა ჩვენი ჯერი როცა მოვა და როცა ჩვენი დაინტერესდება, მე შევხედე. მე ქართულ ოცნებას უკვე ისეთი ასეთ ჟარგონს გამოვიყენებ, ისეთი პალაჟენია ექნება დამყარებული, რომ დაელაპარაკებიან პირდაპირ ქართულ ოცნებას. იძულებულები გახდებიან. იძულებული გახდებიან. პატაშორი, მთელი ჩვენი ქვეყნის უბედურებაც ხომ მაგაში მდგომარეობს, რომ ეს პოლიტიკური სისტემა, ну, ამ ხელისუფლების ხელში და წინა სისტემებიც
მათ რამე გეგმა კი არ ქონდათ კაცო. მათი მთავარი სტრატეგია იყო მოდი გადავაგო. კი, გაძლება. მოდი გავუცვლოთ. აი რაღაცა წამოვიდა პრობლემა, რომელიც თავადვე გამოიწვიეს. თავადვე გამოიწვიეს. კაც 12 წლის განმავლობაში შენ რო საკუთარი ხელით აი ეს პლანი კარგია და ნარკოტიკები კარგია. მაგან გააძლიერა მათ შორის კაც პროდასტალური განწყობები. აი ოქროს უნიტაში ხო გაცვალა ეგ. მათ შორის საკუთარი ძალაუფლებას საკუთარი ძალაუფლება დაასუსტა. ხელისუფლებას რა აგონია. ვის რომელ საზოგადოების რომელ სეგმენტს ეყრდნობა ამერიკა ჩვენს ქვეყანაში. აი პლანის ლეგალიზაცია რო დაუწესე რო უხაროდა. ერთად რო იყავით და სინქრონში რო მოქმედებდით. აი მაგ ხალხს ეყრდნობა ამერიკა, აბა მე კი არ მეყრდნობა კაცო. ხო და რაც თესე 13 წლის განმავლობაში ეგ ამოვიდა. და ეხლა რა დანაც ლესე შენი უნიათობი და ოქროს უნიტაზის იმით სურვილით ეგ მაგ დანით დაკლას გიპირებენ და ნუ რა არის აქ ყველაფერი სამართლიანია